მოგესალმებით პატრიციუმო ტელემაყურებლებო, ჩვენ სპეციალურ ეთერში ვართ ახლა და გიყვებით იმ ამბებს, რაც მოხდა თელავის ერთ-ერთ სასტუმროში. მე გაოცებული ვარ ბატონო პატა ამ ინციდენტით, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ სტუმარს მუჭი და ყვრივი დაუწყოთ და ახლა რაღაც შემინება დაუწყოთ. არ შეიძლება ეგეთი რაღაცა და სხვათა შორის იქ რაც მოხდა იყო ქართველი ერისთვის ცუდი, ჩვენთვის იყო ცუდი. ვაღიზიანებთ იმ როგორც ეძახიან ესენი ოკუპანტ ქვეყანას. ხო ეძახიან კაცო და კიდე აღიზიანებ? და რომელიც ისინი დაიცავენ თავის მოქალაქეებს დრო მალე მოვა მაგის. მაგრამ მე აქ ვნახე კიდე მამუკა ფიფიას განცხადება, რომ ხალხს ამშვიდებს. მე არც დამიწერია სტატუსი არაფერს არ დამიწერია, მეთქი მოვა ბატონი პატა დღეს ჩვენ დღევანდელ გადაცემაში და აუხსნეს მოსახლეობას ამ ყველაფერს და ზაზა დავითაიაც კი ამბობს იმას, რომ განცხადებაში, რომ ხალხი გაურკვევლობაში არისო. ეხლა გეტყვით, მაგრამ რა. და მოდი აუხსნათ მაყურებლებს რა ხდებოდა მართლა რა იყო ეს სიგიჟე რა მოხდა ჩვენ ქვეყანაში. და რა საკეთებს კიდე ჩვენი ხელისუფლება. აბა, ეგ არის მთავარი კაცო. მე უყურე რა. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს ერთგულ ტელემაყურებლებს. და მინდა განუმარტო ხალხს საერთოდ რა ხდება. თუ სწორად შევხედავთ ამ რა სიტუაციაც მოხდა. უყურე. ბენდუქიძის ბენდუქიძის კამანდის წევრის სასტუმროში იკრიბებია, ქორწილია და მიდის ქორწილი. რუსეთში არის ეგეთი რაღაცა ქორწილში რა, გორკა, ტუდასუდა, და რაღაცა შამპანსკი ატკილი, ანუ ისინი ანუ კარგი მისალმება ეს რა. კაი, ცუდი, მაგაზე ეხლა არ ვარ, მეგონი ფაქტის გეუბნებით რაც მოხდა კაცო, იმ ქალებს ჩვენც ველაპარაკეთ. ჩვენც მეც ველაპარაკე კაცო. შერბის ტიპი ურწყავს. ინგლისურად ელაპარაკება და ურწყავს. აი ეს ფაქტი დაიხატა. ვაგრძელებთ. გევართ ესე და ატყდა ახლა მოსკოვში ერთი ამბავი კაცო. მოსკოვში რა რუსეთში. რუსეთიდან რეკავენ სადაც საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში. ვიტამ დალბაიობიო. რა შვებითო, ეს რა არისო? ზუსტად გეუბნები, უტრირებ, არ უტრირებ, მეგონებით რაც მოხდა კაცო. სხვათა შორის ბატონო პატა, აი ის კარგად რომ მუჭის კარგად იქნებს ქალბატონზე, ის დააჯილდოვა მიშა სააკაშვილმა და ეხლა გადის ჩვენ ეთერში მის დაჯილდოების როგორ აჯილდოებდა. ეხლა უყურე რა. საერთოდ არ მაგ ბიჭთან არავითარი პრეტენზია. აი აბსოლუტურად არავითარი პრეტენზია მაგ კაცთან მე არა. მე მაგ პრეტენზია, არც პრეტენზია არა მაგ კაცს, მე ისედაც ვიცოდი რომ ეს ქვეყანა არის რუსოფობიული. მაგრამ რა ხდება მერე? რუსეთში, საზოგადოებაში და კავკასიის ქვეყნებში, ესე ვთქვი, ერებში იძაბება სიტუაცია. როგორ? იძაბება რა? სოციალურ ქსელებში, აიტაცეს ვინც საჭიროა და ვინ რაზეც იყო გათვლილი, ის იმათ მოგვე შეაგდეს ეს საჭირო და მიდის აგრესია. სანამ მამუკა ფიფიას შევეხები. ეხლა უყურე. საქართველოში უცხო ქვეყნის დაზვერვამ, აი პირდაპირ გეუბნებით. ტესტი ჩაატარა რუსოფობიაზე.
ანუ ტესტი ჩაატარა რუსეთის მოქალაქეებზე, ბელარუსის მოქალაქეებზე ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევაში რას აკეთებთ, რა რეაქცია აქვს ხელისუფლებას და რა რეაქცია აქვს რუსეთს. გასაგებია, რომ ამ ტესტი საქართველოს გაიარა დასავლეთის დამაკმაყოფილებლად. კიდევ პირობ არ მაინტერესებს ის ბიჭი ვინ არის, მე არც უყურებ, კაცო, ის ბიკენტი იყო, მიშისტი იყო, აბულაძისტი იყო, თუ ხურთიძესტი იყო, ამას დღეს აბსოლუტურად არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, კაცო. საერთოდ არ აქვს. მე მაინტერესებს როგორც სახელმწიფო ტურისტული ქვეყანა, ტურისტის უსაფრთხოება დაცულია თუ არა. უყურე. მე გადავარ, კაცო, უფრო ჯერ ნელ-ნელა მინდა ხალხს სწორედ აუხსნა. ტესტი ჩატარდა, ნახარო დასავლეთმა რომ ესე იგი დასავლეთის დაზურომ რომ ეს ტესტი არის ის მომენტი, იმუშავა კარგად, რომელიც იძულებული გახდება მაგ ქვეყნის სახელმწიფო დაიცვას თავის სახელმწიფო რამე თუ კანონი აქვს მიღებული. და რას ხედავთ? საქართველოში, რუსეთში ოფიციალური ვინც არის ტიპი, დავით ცეცხლაძე, ვინც ოფიციალური ტიპია მაგ შემთხვევაში, სათვისტომოს ხელმძღვანელი, რომელიც სამ თვეში ერთხელ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თვითონ რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტის გაფართოებულ ხდომას ესწრება, ის აკეთებს განცხადებას, რომ ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას და კომფორტულ სიტუაციაში ამყოფოს ტურისტები რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან და ასე შემდეგ, როგორც არის. არა ბატონო, ყველა ქვეყნის ტურისტია დასაცავი, შენ ქვეყნის. რა თქმა უნდა, რუსეთის და ბელარუსის არა. რა თქმა უნდა, მე ეხლა ჩვენ გვაქვს აქცენტი ხო კონკრეტულად ამ ფაქტზე. პარალელურად გამორბის ვიღაცა მოსკოვიდან, მამუკა ფიფია რო ქვია. ხელისუფლებიდან ზარის მერე გამორბის წერს ვიდეოს და შეგვიძლია ვნახოთ ეგ ვიდეო, ჩემი მოგონილი არა, თვითონ ზაზა დავით ეს აქ ეგ ვიდეო დაწყნადით ხალხო დამშვიდდით. არაფერი არ ხდება, მე მოვინახულე, მაყუთი მივეცი, ყველაფერი კარგად არის და გამოძიება დაადგეს. გამაოგნებელი. აი, გამაოგნებელი ხო არ წდება როგორც შენი ისე სხვების ზარები არ წდება ჩემ და პატა რა ხდება თო? ეს ვინ არის საერთოდ? ან ვინ არის რომ გამოდის და ამბობს და რუსეთის სახელით ლაპარაკობს და მე რას აკონტროლებს? ბიჭო, რომ მომკვდარიყო ის ხალი? და ერთი კითხვა რომ რატო არ დაუსვა, ყველა მაგას მეკითხება. ბიჭო, ერთი კითხვა, როგორ არ დაუსვა ხელისუფლებას, რომ რა შვებით ხალხო თქვენა? ამა თუ ჩემი სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეც არის, ჩემი სახელმწიფოს მოქალაქეები დაცულია საქართველოში? ერთი კითხვა როგორ ვერ დაუსვაო, პატო? ბიჭო, გადავედი ჭუიდან რა. აი, ჭუიდან გადავედი, მეთქი ეს რას აკეთებს თო? ანუ დაულეკეს რა აქედა რომ აიქა გვიშველე კაცო, და ვიღაცა გონიათ, ეხლა აქა, ეგ მართლა ვიღაცა გონიათ იქა კაცო. ბიჭო, ვეკითხები ეხლა ყველას მაგათ. აი მაგას ვუუნდები. ამ ხელა პასუხისგებლობას რო ვიღებ, ჯერტი სანამ აქ წამოვედი, მე მქონდა სატელეფონო საუბარი, ეხლა მე რასაც ვიტყვი. ეს არის ოფიციალური რუსეთის ხელისუფლების პოზიცია. ოფიციალური რუსეთის ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლება საქმის კურსშია ჩაყენებული. მაგრამ არ ამჟღავნებენ. მაგრამ უყურე, ხვალ რო რაღაცა მოხდეს. იმიტომ რომ დასავლეთმა დაინახა რომ ამ საქართველოში ტესტმა ბრწყინვალედ გაიარა, კაცო. კი.
ხვალ რომ რაღაცა მოხდეს შენ მიშველი მე მოსკოვიდან აქა რო გამორბიხარ და პასუხისგებლობას იღებ და ცრუ მომოდინებს უჩენ ხალხს გამოძიებამ რაც აჩვენა ჯერ ნახეთ კაცო გარეთ გამოუშვეს ეს ნახა კაცო ეს ის კი არ გამოუშვეს გარეთ კაცო რუსეთის ფედერაციას სიგნალი გაუგზავნეს რომ აი ფეხებზე კიდიხართ კაცო თქვენ და თქვენი მოქალაქეებიც კაცო ეს ამას ნიშნავს როცა პარალელურად იგივე მუხლით საერთოდ ფიზიკური შეხება რო არ ქონდა ქართველ კაცს ქალზე 3400 ოჯახი დავანგრიეთ იქ ირაკლი გოგაურმა თქვა რომ მანდმუხზე არისო გაფრთხილებებიო რაღაცა ეგ შეიძლება იყოს გინებაზე რაღაცა შემაკავებელი მაგრამ თუ კი შენ ფიზიკურად შეეხე ქალს და ქალმა გიჩივლა აი ოჯახური ძალადობაზე თუ ერთ ფაქტს მომიყვას მე ირაკლი გოგავა 3400-დან ერთ ფაქტს მომიყვას რომ მას პროსო გაფრთხილებით შემოიფარგლებ ან პირობითით შემოიფარგლებ ან 3400-მა ყველამ დაარტყა ხელი ქა არა მან ყველას ნაკლებად მაგია ხელი დარტყმული ესა ხო მაგრამ უყურე სახელმწიფო ანუ ხელისუფლების პოზიცია რა იყო ხალხო დაწყნართით ზევიდან გადმოაფსა გეკითხებით რისი თქმა გინდა ჯერ გაერკვიე შტერო ჯერ ის აიღე ის სასტუმროს ის აიღე არა ხელისუფლებას არ უთქვია ბატონო პატეს პოლიციის განცხადებაა კაცო ნუ პოლიციამ ახლა რაც თქვა არა ერთი წუთი არა ხელისუფლების საერთოდ არაფერ არ უთქვია დღემდე მე დასთან ვლაპარაკობ არ უთქვია რა მაგრამ პოლიციამ თქვა ესეთ რამე ზევიდან გადმოაფსაო პირველი ვერსია წამოვიდა ეგა ბიჭო ესე იგი ტრანსგენდერები იყვნენ ტრანსგენდერებიც რომ იყვნენ როგორ ამოიღო და იქიდან 500 მეტრი როგორ გადააფსა ესეთი რა მაღალი წნევა ქონდა კაცო ანუ სიგიჟე ყველაფერი არა სიგიჟე ნახე რა მე ეს გადათქვეს არაო კაცო არ გადმოაფსაო წყალი გადმოაფხაო ბიჭო მე გავწერ და ვიდეო ბიჭო წყალი კი არაფერი შამპანიური ხო გახსნათ კრიშა არის კრიშაზე დაეჭვეთ რაღაცა და ვითომ ეს აპარატურა არაფერი აპარატურა არ გაფუჭებულა კაცო ტყვილი ეგ ყველაფერი ბატონო არა აპარატურა გაფუჭებულა არა კახა უკვე სხვა რამის თქმა მინდა არა უბრალოდ ტყილებს რო საუბრობენ აქაა პრობლემა რატო საუბრობენ რისი თქმა უნდა მეთქი ხელისუფლებას იქ ესე უყურებენ კაცო ფიფია რო უყურებს ისე კი არ უყურებენ ფიფიას არც ეკითხებიან ისინი როგორ უყურებენ კაცო ბიჭო ისინი როგორ უყურებენ იცი ოფიციალურ ხელისუფლების რეაქციას უყურებენ რა ხდება თავის დაძვამას ცდილობს ანუ უნდა რომ შეფუთოს ისინი არიან დამნაშავეები აი თელი ვერსია ეს იყო კაცო რომ აი ხოგენ ხელი რო არ დაერტყა იმ ბიჭს ის გოგოები დამნაშავეები იყვნენ აი თელი ხელისუფლების და ექსპერტების აზრი არის ეს კაცო ანუ ვინც ეს დაგეგმა სადაზვერო ბრიტანელები იყვნენ ის არა აქვს ამას თურქული არა ამას მნიშვნელობა არ აქვს გარედან როგორც კიდე ეს დაიგეგმა ანუ ნახეს რომ ეს თემა გადის კაცო სხვანაირად ჩვენ ამათ ვერ ვატაკებთ რუსებთან სხვანაირად სახმელეთო გზა ჩვენ ვერ გავჭირით აზერბაიჯანთან კაცო რომ რაღაცა თემა არიციან ბიჭო ეს დებილები ზიან მეთქი კაცო არა სხვა რაღაცის თქმა უნდა არა სანამ რაღაც ეს აზრი და უნდა დაიკარგოს კაცო აქ ყველაზე თავას ვეუბნები ხა ყველა ექსპერტ მე ჩემი პოზიცია ხო არის მე რა თქმა უნდა ვეკავ სადაც საჭიროა პრეზიდენტის აპარატში მე ვუთხარ ეხლა ხმას ორი წელი ხო გეუბნებოდით ბიჭო რუსოფობიური ქვეყანაა და რაღაცა არ მოაწყონ ბიჭო აქა ამას ხო ველოდებოდით მე ვუთხარ ეხლა ვინ ყოფილა მართალი მე მზადდება მე არ ვიცი ჯერ გააჩერეს არ გააჩერეს მაგრამ მზადდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზადდებოდა რომ რუსეთის მოქალაქეებში მოუწოდო რომ თავი შეიკავონ მაგრამ მე გუშინათ მელაპარაკე სანამ აქ წამოვედი
გააუქმეს არა 90,000 ბრონი, ტყუილე მოატყვევენ ხალხს და ნუ ამცირებენ. 100,000 გადაცდა ბრონი. და სანამ აი აქ სტუდიაში მოვიდოდი, გზაში დამაწიეს. რომ ზალატაი კარკარონა რო არის ფულების გადმორიცხვის ისა შეფერხებით კერო გააჩერეს. ეხლა რატო გეუბნებით მაგას ხალხო? მე მინდა ოფიციალურად გეუბნებით, აი ოფიციალურად გეუბნებით ერთ რამეს. ყველაფერს გააკეთებს რუსეთი ხმაურის გარეშე, ისე რომ არ გამოიწვიოს დაძაბულობა, იმიტომ რომ მე რატომაც მე მაგასაც ვიტყვი, რომ თავის მოქალაქეები შეამციროს, იმიტომ რომ მათ მე ეგრევე უთხარი, თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ხვალ რო რაღაცა მოხდეს, მე ქართველებზე არ გაიშვიროთ ხელი, კაცო. მე გაფრთხილებდით, რომ ბიჭო, ეს ქვეყანა არის რუსოფობიული და ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, იმიტომ კი არა რომ არ უდათ. ვერ მაგაზე არ არის დამოკიდებული ეს უსაფრთხოება, კაცო. და ამის მერე გითხრათ ვლადიმერ სალავეოვმა, ქართველებთან კითხვები არ ამაქვს, შენ რას მოეწრევი ამ საქართველოსიო? ხო, ჩემი სიტყვები არ არის, კაცო. ბიჭო, მე თქვენ თუ ამას გააკეთებთ, არ გააკეთებთ მე ვუთხარი. მე ის საზოგადოება, რომელიც აქ ჩამოდის და იმას გონია რომ აქ აი ხინკალი ხაჭაპური გენაცვალე, აი მიდი მოდი ტაში ტუში ტიმპიტაური და არ არის ეგრევე უნები, კაცო. იმ ხიკალში ნახევარი ჩაფურთხებული ხრანკია, კაცო, ჩანთ. შეიძლება შენ არც იცი, არც გინახია, ჩაფურთხე და შეკრეს, კაცო, ეს ხიკალი. ამას მეუნები პირდაპირ ეთერში მეუნები, კაცო. მე რომ ბრაზდებით, გაბოროტდებით, გაღიზიანდებით, მე ჩემი ქვეყანა ზიანდება, კაცო. ეგეთი არც ფული მინდა და არც შემოსავალი, კაცო. თუ კი მე რაღაც კიდე ტერიტორიას დავყარგო და კიდე ქართული სისხლზე გაივლის, კაცო. ეს დეგენერატები ამას მიფუთავენ როგორ იცი? ბიტავოი იყო. ეს არის ბიტავოი, კაცო. არაფერი ბიტავოი თემა. რა ბიტავოი? ბიჭო, თავი რო დაერთხო, მომკვდარი იყო. ევროპელი რომ ყოფილიყო. კახა, ევროპელი რო ყოფილიყო. ამერიკელი რო ყოფილიყო ის ქალი რას უზამდნენ იმ კორცილს სუყელას. ბატონო პატა, აქ ერთი წუთი დაეცა. ბაით მაგ ერი არ თავდება, კაცო. მე მინდა არა, ხელისუფლებამ მხარ აიცილა რუსთაველზე კიდე მიტინგები. მაცალე, მე წავიდა, კაცო, პაკამანდე წავიდა. გავავარდნენ, ანუ კამანდა მიიღეს პერიოდ. ანუ პირველი ტესტი გაიარეს კარგად ტიპებმა. ხელისუფლებამ წვანი აუთო, ანუ დაზადნა, იმიტომ რომ რამოდენიმე კვირის წინ რუბიოსთან იყო ჩასული, კარგად დაფიქრეთ ახლა რასაც გეუბნებით, კაცო. გამოვარდნენ ქუჩაში აგენტურა, პუტინ, რუსების დროშის დაჭვები, რუსეთს რა დედის ისა, ეხლა უყურე. თამასა აწიეს რუსეთი რუსოფობიული. ორი დღე გადის და რუბიო ჩადის მოსკოვში. ანუ რა ნახეს რუსეთს? კავკასიას აგიფეთქებ? შეიძლება. არა, ბიჭო, ეს ამ დეგენერატებს როა საქმის კურსში რო არაყენებენ და მეტი ანალიზის ტვინი რო არ უნდებთ აქა, გაიგეშენ. და მარტო Facebook-ის მარიაჟობა რო იციან, ეგრე არ არის, კაცო. სადაც ჩავიდა პარალელურად აზერბაიჯანის პრეზიდენტი გერმანიაში და რა გაცხადება გააკეთა იქა, კაცო. როცა აქ ეს პროცესები მიდის. დღეს გუშინ წართვე და ტუაფსედან გამოყარეს აზერბაიჯანის პორტიდან. ახია უკან იმ რუსეთმა დაიბრუნა პორტი. პორტის რაღაცა ნაწილი. არა, თითო იქ პორტ ნოვოასისკში და ნოვოასისკის ფილიალია იქ რაღაცა, გადასამუშავებელი რაღაცა. უკან წაართვა. მაშინ გეკითხებით, მანდ მოსკოვში რო ზიხართ. აქ რო რამე მოხდეს. შეხო უბრალოდ Facebook-ს გამორთავ და გაქრები. მოჩება შენი დამთავრდა თუ ვინმე შენ დევნას დაგიწყებს ეკა. ბიჭო, რატო მოგვატყვე? ვაფშე ეს ქვეყანა დაზიანდება რა. ანუ რომ თქო, თანაც რო არ მეთხოვა, დავითაია შეხვდი. გულბარცხილადის სასამართლოზე.
ამ წუმპეში არ შეხვიდეთ, კაცო. ნუ თამაშობთ ხელისუფლების თამაშს, კაცო, ნუ ურეცხავთ ჩასვლილ +X. ხალხი ამას ვერ იგებს, კაცო. როგორც შენ ყველამ დამირეკა, პატარა რა არის ესაო? ეს რა უყიდურებაა? საშველი აღარ არის ამ ქვეყანაშიო. მე როგორც ვნახე სტატუსი მამუკა ფიფიას ეგრევე დაგირეკა. ეხლა უყურე, თამაში რა არის, იცი ბიჭო? ამას ვაფრთხილებ, ვეუბნები ბიჭო, ნუ იმას ხო არ გეუბნები, წამოდი სახში ლუსმანები მიჭედე, კაცო. არ არის ეს შენი საქმე, ეს ჭაობია, ბიჭო. ამ ჭაობში რო ჩაგითრევენ, შენც მოიხარშები ამ ჭაობში, კაცო. არ არის შენი სიმართლე, მე ამ ჭაობში არ ჩანს. იმ ხალხს როგორი განცდა აქ, იცი რომ აი რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება ეს უყურებს, არ უყურებს ეგრე ხალხო. მართლა არ უყურებს, კიდე დავიცავთ, აბა ნახოთ ერთი კვირის მერე კიდე რა მოხდება, კაცო. მე უთხარი მაგათ, კიდე ვეუბნები ამ რუსეთის სათა საჭიროა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის აპარატში იქნება, გოსდუმაში იქნება, ბელარუსის ორ დეპუტატს ვიცნობ. მე უთხარი მძევლები არიან ბიჭო აქ თქვენი ესენი ტურისტები. პროსტო გეუბნები დაგაშანტაჟებენ, კაცო. ბიჭო როგორ დავიჯეროთ ჩემ ქვეყანას, ახლა არ მინდა რომ შემოსავლები გქონდეს? როგორ არ მინდა, მაგრამ ესეც ბიჭო, იქით სასწაულზე უფრო დიდი უბედურება მიდევს, კაცო. როგორ ფიქრობთ ახლა ხელისუფლებას არ უნდა ტურისტის უსაფრთხოების დაცვა? როგორ არ უნდა? ჩემი სიტყვები ხო არის მასზე არ არის დამოკიდებული, კაცო. მასზე არ არის დამოკიდებული. სხვა ქვეყნებში ხდება ტერაქტები, რაღაცეები ხდება, კაცო, მაგრამ ხელისუფლება არის მაღალ დონეზე, რეაქცია აქვს, სწორი რეაქცია აქვს და სახელმწიფოთა შორისო კი არ მიდის კონფლიქტი, კაცო. ტერორისტს არა აქვს ნაცია, საცა უნდა იქ მოაწყობს, რა ქვია, ტერაქტს. მაგრამ შენ ხელისუფლება რო ხარ და მარტო ზუსტთან როგორ უნდა ბიჭო როგორ უნდა ააცილონ უყურე რა როგორ უნდა ააცილონ რომ არაო კაცო რუსი რო იყო იმიტომ კი არაო ბიჭო წამომყევით მე შეგიყვანთ აჭარაში რამოდენიმე კაფეში კარებში არის მიწებებული უკვე 2 წელია ღორი რუსული დროშით და ესეთი ხაზებით. შეგიყვანთ კაფეში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვითომ ჩამოხრჩობილია, ტურისტულ იმაზე გეუბნებით, კაცო, ადგილზე. სადაც ბევრი ტურისტი ტურისტულ ზონებში. უყურე რა. და იქ სადაც ჩამოხრჩობილია, სადაც რუსულად ოფიციალურად არ ელაპარაკებიან და რო ლაპარაკოს ვინმე რუსულად, ეუბნებიან საბადში აზდით მინი არი პანიმაიუ. რამდენი ვიდეო ჩაგიყარო თქვენ მამაძაღლებო ბიჭო იმაზე კი არა აქ მე ასე მგონი ჩემს გარდა აქ სიმართლეს ვერან ვერ ლაპარაკობს გონია რა ეს როგორ შემოტიალდება კახა იცი მე ეს რუსეთი აღება რაღაცა რო იყოს კაცობრიობის წინაშე იქნება მართალი და აემებს ეს დაყარის კაცო 2 წელია ხელისუფლება ამას უყურებს და რეაქცია არა აქვს კაცო შენ მოსკოვიდან მაგათ ჭაობში რო ჩაძველი და აქ ხალხს ატყუებ თუმცა არავითარი გავლენა შენ მოსკოვში არ გაქვს საერთოდ გავლენა კი თაკმის კუშით არ გაყენებენ ბიჭო რატომ მათ მალაპარაკებს ეხლა ეს კაცი ამდენს რა ყველაზე დიდი შენ ეხლა გამოხვიდი სადღაც ერთი სალავიოზი ისა შენ ძმაკაცთან ახლობელთან კაცო და რაღაცა თქვა იმისი კი შენ არ წახვალ კაცო არც გაგიშვებენ ვინც საჭირო იყო და ვინც ის განცხადება გააკეთა ოფიციალურად ვისაც დაავალეს ოფიციალურად რუსეთმა რომ მისი ხმა გაჟღერებული იყო იმან გააჟღერა და გააკრიტიკეს კაცო აკა მაგის გულისთვის დავით ცეცხლაძე ითხოვს რუსეთის მოქალაქეების რაღაცა იმას უსაფრთხოებას და რაღაცას კომენტარები ნახეთ კაცო ღორები ესენი ბიჭო ხალხო ძალიან დებილი უნდა იყო ადამიანი აი ძალიან დებილი უნდა იყო ადამიანი რომ შენ თვალწინ თამაშდება ეგეთი ამბები და შენ ამას ფუთავ როგორ იცი და ამხელა რისკზე მიდიხარ კაცო ამხელა რისკზე მიდიხარ რომ ხვალ რო რაღაცა მოხდეს იმიტომ გეუბნები იცი რატომ მოხდება ტესტი ბწყინვალედ გაიარა კაცო ანუ ეს ტესტი მუშაობს ესე იგი
ის სიძულვილის ენის კანონი განებით ჩვენ მაქვს ბოდიშერტ ჩვენმა ქვეყანამ შემოიღო, მაგრამ ეს ღორები Facebook-ზე რო წერენ, ეს ამაზე არ მოქმედებს? არა. ეს მოქმედებს მარტო ესე იგი პაპუაშვილზე, კობახიძეზე, წილოსანზე, კიდევ ისე მოქმედებს. მეტი არ არის. შენ რო შეგაგინო, არა მაგის მეტი არ ხოდეს, შენ ვიღაცა შენ გულისთვის ვიღაცა დასაჯოს. გამორიცხულია. შეიძლება 1-2 გააპიარო, ნაგე ხო ხედავ, გამორიცხულია. უყურე კახა, ნუ მაიმუნობთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს. მოსკოვში კიდე რო არის, ბიჭია, სანამ აქ წამოვედი, მას დაურეკეს და უთხრეს. მას დაურეკეს და ელაპარაკნენ. კახა, ტიპმა საქართველოში საერთოდ გააჩერა მოძრაობა რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. საკითხო. რაღაცა მოძრაობები ხო იყო, სანამ ეგ გამოჩნდა ქართულ რეალობაში, კაცო. ერთი კაცი მითხარით, ერთი ადამიანი მითხარით, ერთი დრო სადმე ბწყინავს. არის Facebook-ის ლომი, არც აქ უყურებენ ხელისუფლებაში სერიოზულად. და მოსკოვში ჩემი პოზიცია რო ნახეს, ახლა რა ხალხმა დამირეკა, იცი? ბიჭო, ვიცოდითო. ერთი არის კონსული შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში. მეორე არის ეხლა გადაიყვანეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ელჩი იყო იორდანიაში თუ სადღაც, აღარ მახსოვს, მითხრა, რო ჩავალო მოსკოვში, აუცილებლად ჩავოგიყვანო. მომღერლები გინდა, მეცნიერები გინდა, რა ვიცი, ისეთი ბიზნესმენები, ბიჭო, ვიცოდითო პატაო რა, ვიცოდითო კაცო. ეს რას ნიშნავს, იცი, უყურე კახა. მე მინდა ხალხმა იცოდეს, ხალხო. რუსეთის ფედერაცია როგორ აფასებს ამას და რა მზომებს იღებს. რაც შეიძლება უხმაუროდ გაიყვანოს თავის მოქალაქეები რუსაფობიურ ქვეყნიდან. რუსეთის ფედერაცია და შეზღუდოს ტურ ოპერატორებს. ეხლა რაღაცა მაგათი ის არის ტურისტული რაღაცა ბუკინგიო თუ ბუკინგემიო რაღაცა მე არ ვიცოდი ეგეთ სიტუაციაა და იქ შედით და ნახეთ. ყველა ტურ ოპერატორებს რუსეთში სპეცსამსახურებმა პირდაპირ დავალება მისცეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები, რაც შეიძლება, იმიტომ რომ არ უნდათ ხმაური და ხმაურის გარეშე გაიყვანენ. იმიტომ რომ ესე კი არ ფიქრობენ, როგორც მამუკა ფიფია ფიქრობს, ბიტავაია პრობლემა. იმას ფეხებზე კიდია, კაცო. ის რაღაცა რომ მოხდეს, პროსტო Facebook-ს დაუკრებს და საერთოდ გაკრება, ტიპი არენიდან გაკრება. და ჩვენა ვართ აქა, კაცო. მით უმეტეს კიდე ერთხელ გეუბნები რა. ბიჭო, მე ის კაცი ვარ, კიდე ერთხელ ვამბობ. ამ ქვეყნის გულისთვის არაერთხელ მაქვს ნათქვამი. ორივე შვილი სამხედრო ყავს აღარ ვამბობ ძმის შვილს, ისე საერთოდ არ ვიციტყებდი. ჩემი მეუბნება არ კითხო. მაგრამ ერთი ვიცი რომ აეროპორტში ტრაბზე დამხვდა მანქანით. და მე მითხრა პასპორტი დავაისურვო. გაატანა ვიღაცას და რო გავალთ აეროპორტიდან იქ მიაწოდეს. არ ვიცი ახლა სად მუშაობს, კაცო. მართლა არ ვიცი. ბიჭო, ვეუბნები ტიპს. უყურე რა. რატო არ ესი აღელვებული? ერთი ბაღათორი ამ თქვა, ბიჭო. იმდენად ვარ აღელვებული, რომ ბიჭო, ვეუბნები, ბიჭო, ნუ თუ მართლა ყველას ესე ფეხებზე კიდიათ თუ. ნუ თუ ეს თვალწინ გიდგათ ეს ყველაფერი ხალხო. მოვლენების ქრონოლოგიას გაყევით, კაცო. რუბიოს რო შეხვდა ჩვენი საგარეო მინისტრი, იქიდან ქრონოლოგიას გაყევით, ტვინი თავი იმიტომ ხო არ გაბიათ, რომ მუცეში წყალი არ ჩაგევიდეს. შენ არაერთხელ გითქვამს, რომ ჩემი შვილები თუ წამოვა საქართველოს წინააღმდეგ, მე აუცილებლად ვესვრიო. რა თქმა უნდა. ანუ ისეთ სიყვარული გაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და არავის არ მინდობ, კაცო. მოდი მეორე მხარეზე მინდა გადასვლა, პატა, ახლა. სანამ გადავალთ რა. არა, მას აქიდან არა, თუ კი ჩემ შვილს მე ამაზე გავიმეტებ, შენ ხო საერთოდ გაგანადგურებ, რითი შემეძლება. შენ ხო საერთოდ ვერ დაგინდობ, ბიჭო. იმიტომ რომ სასწორზე ისეთ რამეს მიგდებ,
გაიგე შენ კარგად იქნები წამოწყლებული იქა ის ხალხი ვინც შენ გვერდია ციხეში გააქანებენ გაიგე შენ და ვერაფერსაც ვერ დაიცავ იქიდან საერთოდ 0 ვაფშე რა ყველაზე დიდი მიხვიდე პარტიის რუსეთის კომუნისტურ პარტიაში და всё ნახეთ ბოჩა აი იმით კი შენ არც გაგიშვებენ და არც მიდიხარ კაცო და აი აქ ხალხი ბიჭო რა ვიცი რატო უჩენით ცრუ ილუზიებს გასაგებ ენაზე გითხრას რუსეთის ფედერაცია არ ვერევით შიდა საქმეებში დაგიწყვეტიათ ერთმანეთი ისინი გიგდეთ თუ დაგიხიდეთ თელიბიწები სულ არაბებს უყიდიათ მე არ მაინტერესებს კაცო ეგა ოფიციალურად თქვა ბიჭო საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გელაპარაკები სანამ სააკაშვილები ხართ ხელისუფლებაში ჩემი სიტყვები ხო ბიჭო რატო დაგიჯერო შენ რომელსაც აი არ ვიცი რა ხო გეუბნები და თუ ფოტოსურათზეა ლაპარაკი და ფოტომარიაჟობაზე ბიჭო რა ვიცი მაგის მეტი რა აქ ხალხს კაცო რა ვიცი აგერ დიტოლოტკი პენჯესაც აქ ნიკოლოზომ ჟავანაძე საერთოდ შეუძლია დაჟე გამოფენა მოაწყოს კაცო თუ ეგ არის საქმე რა ვიცი ლავროვის მერე ეგ გამოვიდა კონფერენციაზე ხო ნახეთ ხო ვიდეო თვითონ ჩადო მე ხო არ ვიცი კაცო ამიტომ ხალხს ტყუილ ილუზიებს ნუ უჩენთ კახა ამის თხოვნობა არ არის შენი საქმე ეგა კაცო არავინ არ გეკითხება შენ უყურე რატო რუსეთს აქვს ერთი პოზიცია არ ვერევი თქვენ საქმეში შიდა საქმეში არ ერევიან კახა დედის ამის სანამ აქ წამოვიდოდი მე ეს უნდა თქვა მეთქი არ გაინტერესებსო ნაკლებად გაინტერესებს არა ფულს გადაგვიხდით იმაში რა ქვია ხორბალში გაში თუ იმაში რა არის რა შემოდის სტრატეგია რასაც მოკიდით ისინი გიქნიათ თელი საქართველოს დანარჩენი მიწები გაგიხიდიეთ და ვინც იქნება თქვენ ხო ახალ დამთავრდებით კაცო არაბები იქნებიან იმე არაბებს რა პური არ უნდათ გაზი არ უნდა თუ შუქი არ უნდა მაინც ჩემგან იყიდეთ შეთვის დამიშველობა აქვს ამას 2 წელია უმტკიცებ რატო უქმნი ცრუ ილუზიებს კაცო პროცესი გააჩერეთ რა ვიცი გაგულოვა დღე გადაიყვანეს პრეზიდენტის აპარატში და ვინც გაგულოვას ადგილზე უნდა მოიყვანონ ის პუტინთან შეხვდა და 2008 წლის ომზე ლაპარაკობდა მეტი სალაპარაკო ხო არ ქონდათ ანუ რაც ღაპლებს წვებით იქა ვინ რას იგონებთ რაღაცებს კაცო ეს ხალხი რატო იცი მე ახალს როგორ აქვს იცი აი პატე ხო აგე აქაც ხوارია აგე ხო გეუნები პატე ესენი ერთნი არიან ბიჭო დაურეკე კობახიძე დაურეკა ან ბიზნეს დაურეკა ესენი უცად გამოაგდეს მაშველი გოლი წადი უტკიც ეგრე არ არის კაცო ამიტომ პირდაპირ მე ვემიჯნები მე მარტო კი არ ვიმ დაჟიმიწით არ მიეკარო მითხარით ერთი დასაყრდენი ბიჭო ჯან ხო ბიჭო ვაკვირდები ხო აღარ ტიპს ამაგაზე კი არ ხმეთქო თავის ძველი გაუმარჯოს მაგრამ როცა შენ ესე სტრატეგიულ საკითხებს ეხები და ხვალ შეიძლება ამ ქვეყანაში შენი თან ის ხალხი შეიძლება მოტყუდეს რა ვისაც მართლა უნდა დალაგება რუსეთთან მოტყუდეს გაიგე შენზე აყოლილი მაგრამ შენ გიცნობს Facebook-ით იმის იქით ხო არ გიცნობს კაცო შენ პოსტ Facebook-ს ერთი ხელი დაჭერით წკატ და გაქრარელიდან ეს აწყალი დაჭვასია კი ასე ჩადარ ის კაცი კაცო აღარ მეშველება რა მე ის კაცი შეიძლება მე წავიდეს და მეგრული სიმღერა ჩართოს მანქანაში და წადი თქვენი დედაცო ხვდებით რა გეუბნებით კაცო ბიჭო თუ რამე საშუალება გაქვს აი კონფერენციებია კომუნისტური პარტიის ხომ იყავს ხალხი როდის ხმა მომიღია აი რაღაცა ბელარუსიაში რაღაცა დამკვირვებლები ღმერთი ჯული ხმას არ მოიღებ არ გიცნობ ამის ღმერთმა ხელი მოგიმართო ხმას როგორ ამოიღებ კაცო მაგაზე ამ ქვეყნის სტრატეგიულ საკითხებს გაეშვი შენი საქმე არ არის ბატონო პატარ რუსეთის ფედერაციამ კანონი შეიმუშავა და ჯერჯერობით ის კანონი ამოქმედა უკვე ჯერჯერობით კი არა რომ თავის მოქალაქეებს დაიცავს ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული ეს კანონი მაგრამ აი ამით კიდე რო განმეორდეს ესეთი ინციდენტი საშიშროებე ემუქრება ქართველ ხალხს და ქართულ ანუ სახელმწიფო რა თქმა უნდა და ქართველებს იქ რუსკოში რო არიან ემუქრებათ კატასტროფულად უკვე არის პრეცედენტები რომლებმაც ისარგებლეს ამ მომენტებით ხო განახი კომენტარები კი
ჯერ ისაც არის ის მაგ ვიდეოს რამდენი ნახვა აქვს 1,100,000-იო ტყუილია 20 მილიონი ნახვა აქვს კარგად გადამბიჭო ეგ მაინც ხომ არ შეგიძლიათ გადაამოწმეთ ხალხო რა ის მილიონი ქონდა მეორე დღეს 20 მილიონს кайხანია გადაცდა ეგ მაგის ყურება რატო ეთამაშებიან ცეცხლმეტ კი აი ეს მაგიჟებს კაცო აქ უხსნი ხალხ ბიჭო ეგრე არ არის კაცო ეგრე არ არის იქ ესე არ უყურებენ იქ ესე აიღეს და გავაჭკა გააკეთეს კაცო თუ კიდე ხვალ მარია ზახაროვა დაუსკითხო რა გეტყვის იცი გრუზინი ხინკალი ხაჭაპური გენაცვალე პალაცი გრუზინი ჩვენ გენაცვალე სო გამოიწაკეთ შედეგი რა არის იცი მაგისი გაუქმებული ბრომები და ფულების გადმოიწვის შეზღუდვები როგორ არის ბიტავო ეკახა ხო მოსკოვში ხო მაგარი ტიპი ხარ მიდი გააჩერე ეგ პროცესი ხო იშალტა ხარ კაცო პროცესი გამიჩერე აი პაატა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში ეს ბიჭი რო დაეკევეთ ეს მოძალადე რუსთაველზე გამოჩნდებოდა ამათ მხარდამჭერად გამოჩნდებოდა აქცია შეიძლება ეს აიცილა ხელისუფლება არა ხელისუფლებას კანონით რომ მიდგომოდა რო უთხრათ დააშავა ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა რუს დააწყარა თუ უზბეკს მაგრამ კანონით ბევრჯერ მიუდგა ხელისუფლება ეგეთ საკითხებს მაგრამ მაინც გამოჩნდნენ რუსთაველზე არა რუსთაველზე რო ჩნდებენ მაგას არა აქვს მნიშვნელობა იქ რუსთაველზე დროშებით დაუფციათ დაუწვიეთ მაგას ისინი იმათმა ის ბიჭო გიჟები კი არ ძიან კაცო მაგრამ შენ რო იმათმა ხო იციან კაცო ამოხზე რამდენი ზის როგორ აზის საერთოდ რა მიდგომა კაცო რა როგორ მიუდგნენ ბიჭო კახა როგორც თქვენ გიდათ ისე არ არის კაცო ჩავიდა რუბიო აი ხა რატო გონი ჩავიდა რუბიო და ხელსარილი წამოვიდა და დაიძაბა სიტუაციები სადღაც იკეტება გზები რავი აი გუშინ ბრიტანეთის დაბომბეს კაცო აგე თურქეთის გემი დაბომბეს კაცო კი ხო თურქეთის გემის დაბომბეს ესენი რა ნაკლია ხსნიან აქა რა სიგიჟეებში არიან კაცო და ამიტომ მეუბნები ბიჭო მე ჩემი მისია რატომ ესე ავღებდი მე რა არ ვიცოდი რომ რუსოფობული ქვეყანა იყო სულ მაგას არ გავყვირი ვარ კაცო რატო ავღებდი იცი იმიტომ რომ ამათ უნდათ რომ ქართულ კაცში ის დალექებული იყო რომ საშველი რამე რო იყოს და რამე რო იქნება ამათ პირობას გაძლევთ რომ საშველი იქით არ ეძებონ კაცო სადაც მართლმადიდებელი ქვეყანაა აი თელი მისია ეგ იყო მათ ჩადებული კაცო რომ ხალხის გონებაში ყოფილიყო რომ მანდაც კაცო ოცნების ხალხის ზის მსგავსი არაფერი არ ხდება კახა შეიძლება ეს საწყალი გამოიყენეს კიდევაც ხო მეც მაგას ვფიქრობ არა რო არ გამოფრთხილებინა მაშინ გამოიყენებდნენ გავაფრთხილეთ არ შემოხვიდი ამ წუმპეში მეტი რაინაზე მეთქვა ამ წუმპეში არ შემოხვიდე ბიჭო არ არის ეგ შენი საქმე არ არის ეგ შენი სამყარო რომ აქ შემოდიხარ შენ აქ საქართველოში ის რა ის ავტორიტეტი საქართველოში ავტორიტეტი ფიზიკურად არ არსებობს ყველაზე დიდი Facebook-ზე ვიღაცა გამოვიდეს და ეს მოწონება გაგიკეთოს რა და დაადგედა აი ამდენი ნახვა მაგრამ რა ამდენი ნახვა ბიჭო ქვეყანა რჩება ხვალ ისეთ იმაში გაიყვეს შარში შენ ნახვებზე შენ არ ნახვებზე რა ნახვებზე მელაპარაკები ბიჭო საერთოდ გლობალურად რა ჯერ ბიჭო მაგის საშუალება არ გაქმნით ბიჭო რატო იღებ შენ თავზე კაცო ვისაც აქ რუსეთში კახა არიან ის ხალხი დიდი საფროსპიცალ მართლა არიან კაცო ბიჭო არიან კონსულები ერჩები არიან არ მინდა იმათ არ მაქვს უფლება დავასახელო ისინი თავის სიტყვას მალე ითხვიან კაცო შენ რატო აფუჭებ ნიადაგს კაცო ხო ვიცი ხვალზე რაც უნდა მოხდეს ჩვენს რეგიონში ხალხმა შეიძლება არის ჩვენ ხო ვიცით რა უნდა დაწყიარდეს ამ რეგიონში მე ვფიქრობ და სწორი ნაფიქრა და ესე გინდა შენი ადგილი დაიწყო შენ შერიგებას ვერ მოვახდენთ რუსეთ ხალხთან და მეგობრობას ვერ გავაკეთებ ახლა სხვა გამოსავალი თქვენ არ გექნებათ მალე შეხედე რუსი ტურისტები რო შემოდის შენ ქვეყანაში ანუ გარანტირებული გაქვს უკვე რომ მაგათთან მეგობრობა და კავშირი აღადგინე. შენ თუ ცემატყება დაუწყე მაგათ უფრო იწვევ გამომწვევ სიტუაციაში ახდენ მაგ ხალხს. ახლა რუსეთის ისინი ტურისტები რო შემოდიან ისინი უბრალო ხალხში ხედავენ რას აი
უბრალოებას რა ხო, ისინი ხედავენ თავის გენეტიკურ თანხვედრას. აი აჭარაში გინდა, კახეთში გინდა. ხო, და უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ვიდრე ამერიკაში იქ სხვა მაინც აქ სვაიე, понимаешь? აი ერთ მორწმუნე ბევრ რამეს მოქმედებს, კაცო. მაგრამ როცა გადაჯიშებულ ქართველს ჭააწყდება, ის რუსი ვერ ხვდება, კაცო. ბიჭო, რავი გუშინი, ხო, რავი ვიცეგვეთ, ვიმღერეთ, წავისექსავეთ, შეშობელდაღლო, ბიჭო, მეტი რა უხჩები აღარ მალაპარაკოთ რა. ეს ვინ არის? და ამას რო სახელმწიფო ამის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, კახა. ბიჭო, ის არის ატომური ქვეყანა, ჯერ მის რეპუტაციას უტყავ. ყველებს თავი დავალებ. მე ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომჩეკინა ყავ. ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩვენს გარშემო, რომელიც დაინტერესებულია, რომ ეს დერეფანი აქ არ გაიაროს, კაცო. ბევრი ქვეყანა ის, რომ ევროპაში არ წავიდეს და ამ ქვეყანამ არ მიიღოს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი სტატუსი, კაცო. აი შენო ძმაკაცი ქვეყანა გგონია რა, მეგობარი ქვეყანა პირდაპირ მის ეკონომიკას ურტყავს შენ მაგით, კაცო. იმ რუსეთშიც არიან მეხუთე კოლონიები, რომელიც ამას ხელს შეუშლიან, კაცო. აქ იმხელა სქემა, ბიჭო, იმხელა გეოპოლიტიკურ იმას იძეს ირანის ფონზე და ის იემენის და იქ რაც ხდება ახლა, რაც ჯერ კიდევ არ დაწყებულა, მაგრამ რაც იწყება. ბიჭო, ეს იძეს, შენ წარმოგიდგენია აქ რაზე შეიძლება სხვა სახელმწიფოები წავიდნენ? აი რაზე შეიძლება წავიდნენ, რომ თავის ეკონომიკის უსაფრთხოება გადაარჩინოს. წარმოდგენა აქ ვინმეს მაგას? რატო გონი კახა უყური არა ეხლა უყური ხალხი მე ხალხმა კარგად გაიგოს კაცო. ეს იმან მუჭი დააწყა, იმის ერთი მუჭი ვაფშე და მილიარდ 100 მილიონი დაჭდა. აი ხლა ამ წუთში, აი ამ წუთის მონაცემებით მილიარდ 100 მილიონი დაჭდა. მაგრამ დაგეგმილი იყო თუ არა? მაგას ყიდვა თელი დღე კაცო. მე ვფიქრობ დაგეგმილი იყო. არ უნდა ამას ფიქრი კახა. ეს იყო ნორმალურები ამ ხალხს ესე და იმას კი უიხილავთ ვინ დაარტყა კაცო, ეგ აღარაა საინტერესო. არა, უბრალოდ პროვოკაციაზე მაქვს საუბარი. სხვა რამის მომიდა კახა, ერთ მაცადე. სახელმწიფო როგორ დონეზე დადგა, როგორც ტურისტული ქვეყანა. უსაფრთხოების როგორ აი როგორ დონეზე დადგა. ხო და უსაფრთხოებას ეთყობა, რომ სასტუმროს უსაფრთხოების მაგას დაგევი ყავდა, კაცო, რომ დაეცვა ეს ადამიანი. კახა, შენ მაინც სასტუმროდან დადიხარ. ნუ იქედან დაიწყო. რა მნიშვნელობა აქვს სადან დაიწყო? კაი, ბათუმიდან დაიწყოს. ან ჭოპოტიდან დაიწყო. ახლა კობახზე ხوار დაждდებოდა, აი კაცო, თქვენ ნუ ჩადიხართ ამ დეტალებში, კახ, ნუ მესმე, ბიჭო, სახელმწიფო რა რეაქცია გააკეთა? ზევიდან გადმოვაფსაო, კაცო. ეს იყო რაღაც არა, კაცო, თქვენ როგორც გინდა ისე იფიქრე. მე არა, უბრალოდ იქაც ნაციონალები არიან ნახევარი პოლიციის განყოფილებაში. იმან, ეგ თქვენი კითხეთ, კაცო, იქ ნაცები არიან თუ ის არის, ეგ თქვენი კითხეთ. ის სახელმწიფო, ატომური სახელმწიფო ესე არ უყურებს მეთქი, ბიჭო, რა ვერ გაიგეთ ხალხო. ის აფხაზი რო უყურებს ესე და იქ აქ ლისისპაზე LGBT პრაიცატებს, იმას ის კი არ აინტერესებს. იქ აბულაძეა თუ ხურციძეო, კაცო. ის ხედავ რომ ქვეყანაში ეს გარკვეულება ტარდება. შო, წერტილი. ხო, საერთოდ არ აინტერესებს და მივიცი ეგ. ამიტომ ის სახელმწიფო, როცა შენ აცხადებ ტურისტული სახელმწიფოა და კარგად იციან სადაზვერო სამსახურები ესეთ რაღაცებს გიწყობენ და შენ რეაქცია გაქვს ისეთი რომ ამ სადაზვერო უცხო ქვეყნის აგენტურას ეუბნები რომ შეგიძლია ყველას გააკეთო. ანუ მე რო სახელმწიფო ვარ, ჩემ მოქალაქეს რა უთხრა, წადი დაისვენე იქა, უსაფრთხო ხარ? მარტო ერთი შემთხვევაა ეგა? ასობით ვიდეო ჩაგიყაროთ? ხო, მაგრამ თუ დაუსჯელობის სინდრომი იქნება ჩვენ ქვეყანაში ამ ხრივ არა დაუვალ სხვა არა მაგას დაუსჯელობა კი არა, თვითონ არიან რუსოფობები. თვითონ არიან რუსოფობები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მან დრო ევროპელი ქალისთვის ხელი დაერწყათ, თელ ქორწილს ჯიხიდან ვერ გამოვიშვებდნენ, კაცო. ნუ ვიტყუებთ თავს მეთქი, კაცო. ნუ ვიტყუებთ, ბიჭო, მილიონობით და 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და იქ აგრესიის მეტი არაფერი არ არის. აქ მე და შენ როგორ შეუფუთავ, ამას საერთოდ აზრი არ აქვს, კაცო. იქ როგორ შეხედეს, ის არის მთავარი. რის წინაშე დადგა ეს ქვეყანა, ეგ არის მთავარი, კაცო.
და შენ რომ მოსკოვიდან ბიჭო შეიძლება ხვალ საშველი გოლი იყო. რას მაწყნავებ? კაცო, ერთი სიტყვა გეთქვა ხელისუფლებისთვის. შუკა, შენ რა გაკეთებ, ბიჭო? რა საფრთხეში ამდებ ქვეყანას, ბიჭო, რა ომში ეკაჭები, კაცო. ერთი სიტყვა ვერ წამოწდა. ერთი სიტყვა ვერ წამოწდა, წარმოგიდგენიათო? დაწყნადით ხალხო. დაწყნადით ფული მივეციო. ეხლა ფული მივეციო და ეხლა ნუ ძაბავთ, რა ნუ ძაბავთ, ბიჭო? ჩამოდი ძმო ერთი იცხოვრი ჩემთან ერთად აკა და მე მიდაპარაკე მაგ დაძაბულობაზე. რას ქვია ნუ ძაბავ? და ხვალობა მე მოხდე შენ მიშველი იქი და მოსკოვიდან არბატიდან მიშველი? თუ რომელმეს ვიშველი აკა? ბიჭო უყურე კიდე ერთხელ ვამბობ ხალხო. მე არ ვარ ის ვინ დაარტყა რა დაარტყა. ეგ საერთოდ აღარ მაინტერესებს კაცო. წამოდით ეხლავე საი ვინც გინდა წამომხევით და აგერა კაცო აჭარაში რუსი ღორების ნაკლეკები აქვს მიკროებული კაცო. ნუ ყველაზე ცუდი ეგ არის. ბიჭო რატო გეუბნებით? ანუ სახე რომ მეუბნები ამ რუსებს კაცო მე ხელი ჩვენსკენ არ გამოიშვიროთ. თქვენ ხო კარგად იცით რომ ესია კაცო. ესე იგი სპეცსამსახურებს გარედან ნომერი აი ეს გეგმა ზაგაჟნიკშია. ეხლა უყურე რამხელა კომფორტული ეხლა მაგათვის შეიძლება ვიღაცას ისეთი გააკეთებინო კახა რომ თვითონაც იმან არ იცოდეს ვის საქმეს აკეთებს ხალხო მე არ გეუბნები რომ ის ბიჭი ვიღაცა აგენტი იყო და რაღაცა იყო არა კაცო ეხლა არ ხდება ამათ როგორ არ წარმოდგენილი იცი კინოებში რომ უყურებენ ბალაკლავა მეხუთე ვარ ბიჭო შედეგა აფეთქებულო მაგაზე რეჟისორი იმიტომ აკეთებს რომ შედეგი რომ მიხვდი რომ აგენტია კაცო ესე არ ხდება ცხოვრებაში კაცო. შეიძლება თვითონ მაგს აი ტურიზმის ვინც კურირებს სახელმწიფოს მაღალ ეშელონში შეიძლება იქაზის აგენტი კაცო. თქვენ ხო არ იცით ბიჭო რას აკეთებთ თო? რას მილაითებ? რა ბიტავოი ბიჭო, რის ბიტავოი კაცო? ანუ რა უნდა გააკეთოს? სახელმწიფომ ამის რომ ეხლა დაკმაყოფილდეს. აი გეტყვი, სახელმწიფო რა უნდა გაეკეთებინა? შეჩერდეს ეგ. არა, კაცო. ყველა უნდა იცოდეს გარეთ, რომ მსგავსი რაღაცისთვის ვინც არ უნდა ეს იყოს. უნდა იყოს მზად. არა, მართლა თუ მეკითხები. ყველა უნდა იცოდეს გარეთ, რომ მსგავსი ესეთი სპეცოპერაციისთვის უმკაცრესი კი არ იქნება, კაცო. აი ძვირზე ძვირი დაუჭდება მაგის გამკეთებელს. ზატო ის ქვეყანა რომლის წინაშეც განხორციელდა ის ქვეყანა მიხვდება რომ ბიჭო სახელმწიფო დგას თავის დონეზე კაცო. მე მწვანე კი არ უნდა აუთო რუსთაველზე მიდი დავაი რუსოფობია გააკაჩეთ. და იქ დაიწყო პუტინესა და რუსებს რა და უკვე ამას კი ნუ გეგმავ ხელისუფლებას რო არ უნდეს ეს აქციაც არ იქნებოდა კახა ნუ იდებილებთ თავს მეთქი მაგას გეუნებით კაცო. კომფორტულად იმიტომ გძნათ ეს ხელისუფლება თავს რომ ეგეთი ოპოზიცია უნდა რომ წარმოსახოს და იმ რუსებს გონიათ ამათ გონიათ რომ რუსებს ამით რუსები ჭამენ ეხლა ამას რომ აი რაკნან კაცო აი ხო ხედავ იქიდან ევროპელები უტევენ რუსებსაც ეს აწყობს რომ ეს გითხრათ რომ იმათ შენზე კარგად იციან კაცო აქ სიტუაცია მათ ეს პოლაჟენი აწყობთ კაცო რომ გავ შეკავდი ხაჭაპურიცო და რომ აქ რაღაც სიგიჟებში არ წამოხვიდეთ მათ აქ ორადორი პრობლემა არ შეექმნას ჩემ ეკონომიკურ უსაფრთხოებას საფრთხე და ჩემ სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხე წერტილი საერთოდ წერტილი არ აინტერესებს არაფერი არ ჩაიგე განარჩენ რაც გინდა თქვენ კისერი მოგიტეხიათ კაცო არა კინჩხზა მოგიტეხიათ უყურე მე რეკავი ხო ბიჭო აი ბიჭო პატაო იქიდან მაინც ცოტა დაგვეხმარონო რუსეთიდანო ან ფინანსოდ ბიჭო არ დაგეხმარ არ აინტერესებს მო კი ნუ წინთ იმათი კაცო იმათ ესეთი ვისაც ეგეთი პოლიტიკა აქვს ხო აი რაღაც არასამთავრობოები დააფინანსოს რაღაცა ის მაგას შეიძლება დააფინანსოს რა იცი აი 9 მაისს აი მოდი პატა კახა წამოიყვანე ოპერატორი და ბილეთი აღვიღოს სასტუმროში მიგვიყვანოს სა იმის იმედი ნუ გაქვს ბიჭო აქაც იმათონები რომ აქ ვიღაცა ოფისებს გაგიხსნიან და რაღაც ხელფასზე ეგეთი რაც არ არის მაგათში კაცო არ აინტერესებთ ეგეთი რაღაცები არის დასწავლური კაცო აი ოპშტეინურია
კაია, ცუდი ამაზე არ გეუბნები, მეგობრი როგორი მიდგომა აქვთ. როცა მაგას გეუბნები, კახა, მე ზუსტად მინდა ამ ხალხმა გაიგოს, კაცო. რასაც მამუკა ფიფია და ჩვენი ექსპერტები ერთხმაში, სახელმწიფო ექსპერტები საუბრობენ რუსეთში მსგავსი არაფერი არ ხდება ეგეთი. მსგავსი არაფერი იქ აგერ თქვენ აგერბე და ნახავთ აგვისტოში როგორ ტურისტული სეზონი ჩავარდება თუ არა. მოდი იყოს ტესტი. მოდი არც შემდგე დაიჯერო და არც იმისი. აბა ნახოთ აგვისტოში იქ ბაბულაზე გიჟია კაცო და რაღაცებს ბოდიაგობს აკა. იქ გაგიჟდა კაცი. და გაბრაზდა და აი ეგეთი სიგიჟეებს ლაპარაკობს. მოდი ტესტი ჩავატაროთ რა და მოვიტანოთ მე ისენი რა ქვია შარშანდელი და წლევანდელი. ლალი მოროშკინას დაურეკეთ ერთი კითხეთ რამდენი გადიუქმეს ერთი მანდ თქო რა. ვაფშე რამდენი გადიუქმეს კო ბრონი. ერთი კითხეთ რა. გაგცემთ კაი პასუხს. თუ იქ რო შედიხარ ხო შენ მოსკოვში. მოსკოვში რუსეთს 1000 წახვიდე. სადაც შედიხარ ყველგან არის აი ტურ ოპერატორები ქვია. მე არ ვჩვიდე ეგ სიტყვა, კაცო, ეხლა გავიგე ეგ სიტყვაც. მაგას ქვია თუ ტურ ოპერატორი. ხო, იქ არის გამოყრული პლაკატი. და ესეთი კარიკატურული, რომ მუჭს ურტყავს ქალს, ქართველი. აქეთ ქართული დროშა, წვერებიანი ვაშკაცი და იქით რუსი. ანუ ხვდები? ხელისუფლება არ გამოვა, არ უნდა დაძაბულობა, კაცო. მაგრამ რატომღაც გააოქრდა ბიჭო 100,000 ისა? ბიჭო გააოქრდა ბრონი. იქ არის კაცო ერთი რამე, კაცო იქ მიუვიდა, საიდანაც საჭიროა უწყები და მიუვიდა იქ ოპერატორებს ან დაურეკე და იდისუდა. და აქ ვინც არიან ყველაფერს გააკეთებენ რომ გამოიყვანონ კაცო. თურქეთში გაჩერეს თურქეთი, ისარგებლებს ამით თურქეთი. ღმერთმა გაუმარჯვა. შვიდობაში მოახმარო, როცა აქ ესეთი ჩამწრენებული, აი ესეთი აღარ ნერვები აღარ ყოფნის რა. ბიჭო, აუ, ჩემი რეები გავაკეთეთ რა. მიულოცოთ რა, დასავლეთს, ბრიტანელებს, ბრწყინვალეთ შეასრულეს. იმიტომ რომ მაგათი მიზანი იყო ის რომ როგორმე კიდე ერთი იძულებული გახადოს რუსეთი რომ აქ შეტაკებაში შემოვიდეს, იმიტომ რომ კანონი აქვს მიღებული, ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ისინი პროსტო თავის მძევლებს, რომელიც ამ ჩვენ ხელი სახელმწიფოშია ჩარჩენილი, გაიყვანენ მეთქი. აი ახლა ვეძლებების უყურეს მაგაზე. რომ წყნარად მშვიდად ყველას გაიყვანენ. მეც მოუწოდებ, ეხლა ამას რასაც ლაპარაკობ, თხოვეს პროილაპარაკობ, გადმოგვიგდე, გადავთარგმნითო. მოუწოდებ რუსეთის მოქალაქეებს. საქართველოს ხელისუფლება ვერ ვიცავთ, იმიტომ კი არა რომ არ შეგვიძლია, არ გვინდა. არ შეგვწევს, არავარ ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომ თქვენი უსაფრთხოება იყოს დაცული. ამას გადავათარგმნებ და გავუშვებ. თუ მაინც ჩამოხვართ, მე ქართველებზე და ჩემს სახელმწიფოზე გული არ დაგწყდეს, კაცო. იმიტომ ჩემს სახელმწიფოში არის პრახადნური დვორი სპეცსამსახურების. ვისაც რა უნდა იმას აკეთებს ამ ქვეყანაში. 4 წელია ეს ქვეყანა არის არეული. ვინ მართავს ამ ქვეყანას და რა უწყებები არავინ არ ვიცით, კაცო. ამიტომ თქვენ თუ რაღაცა მოგივიდათ, ამის მერე ქართულ ხალხზე გული არ მოგივიდეთ. თქვენ აიღეთ თქვენივე უსაფრთხოებაზე პასუხისგებლობა. მე გეუბნებით როგორც ქართველი. მარტო აქ მქონდა რაღაცები ჩაწერა სატელეფონო საუბრები ვიღაცასთან რაც საჭირო იყო იზოლენტ, ბლოგერებთან. შენ უნდა გენახე იმ დღამეს რა ხდებოდა. გასკდა ტელეფონი, კაცო. ხო? ყველას ეუბნები. ჯერ ხო კომენტარები ხო განახე? კი. ხო, მაგრამ ამიტომ ბოდიშ გიხდი და დავუთავებ რა. ეგ საკითხი მოვჩეთ. ხო, აი ეს დროში ვეღარ ჩავეტევ. ხო, ერთი წუთით. კიდე ერთი გეუბნებით ხალხო. რასაც ამობენ მოსკოვიდან აღარ მაინტერესებს ვინ, აღარ სახელს და გვარს ვიტყვი მაგას და ამით მე მაგას უკვე ჩემგან კიდე ერთი გეუბნებით მე მიჯნები. ეგ არის ერთ-ერთი ქართული არა კოცების ერთი და იგივე ნარატივი. თუ არა და მე არ დამიჯერო და ნახეთ, შეადარეთ ამათი ექსპერტები აიღეთ და პროსტო ბიჭო სიტყვები მაინც შეცვალეთო. სიტყვები მაინც შეცვალე.
როგორ შეიძლება ერთი და იგივე სიტყვა ყველა სახელმწიფო ექსპერტებმა და იქიდან კიდე იგივე გაიმეორო. ხო? კიდე მსგავსი რუსეთში არ ხდება. რუსეთში მოხდება ის გეუბნებით რომ გააუქმეს ბრონები 100,000 გადაცდა გადმორიცხველი ფული ზალატაი კორონა როგორც მითხრეს ამ ეტაპზე გაჩერებულია შეიძლება შეზღუდვა მე არ ვიცი შეზღუდვა იყო რაღაც ავარია მოხდა კაბელი რავი არ ვიცი ხო ერთი და კიდე გეუბნებით ყველაფერს გააკეთებს რუსეთ ყველა ტურ ოპერატორში მოსკოვში არის გამოყოლებული პლაკატი ეს მუჭით ხელში და მე მგონი გავრცელდა ეგ სოციალურ ქსელში როგორც მითხრეს ამიტომ კიდე გეუბნებით რასაც ვიღაცა იქიდან გეტყვით ეს არ არის ოფიციალური აზრი ეს არის უბრალოდ მისი აზრი როგორიც არის ხელისუფლების აზრი მეტი არაფერი ოფიციალური აზრი გაავრცელა დათო ცხილაძემ და მოუწოდა ქართულ ხელისუფლებას რომელსაც მეც მოუწოდებ უერთდები დათოს მოწოდებას რომ თუ არ შეგიძლია უსაფრთხოება დაიცვა ტურისტის არ აქვს მნიშვნელობა ვისი ტურისტის მაშინ შეწყვიტე ტურისტული სეზონი საქართველოში რომ დიდ უბედურებაში არ გახვი ეს ქვეყანა გადავიდეთ მეორე კითხვაზე ნოდარ დუმბაძის მაგინებილის გამო კი ვიცით რაც მოხდა და ეს ამას უარ შევეხოთ ნოდარ დუმბაძე ისეთი დიდი კაცი იყო ვიღაცა გამოდის და აგინებს ანუ არ ვიცი რა მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანი საერთოდ ვინ არის ქართველია ნაკართველი არიან რა ვიცი ახლა სხვაგან ვეღარ გადავალ ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ ამაზე მაგრამ ამას გაუსწორდა სხვათა შორის ახალგაზრდა ბიჭები და შეეწირა იმ შეწირვაში გულისხმობ ციხეში წავიდნენ თითქოს. მე მინდა პირველ რიგში მაგკითხეთ დავიწყო დიტო სამხარაძეს, მე მაგ ბიჭი პიროვნებას ვიწო, ბერჯაშე მიქია, რომ არის ტრადიციული სამყაროს წევრია, ну, გაუგებრობაშია ჯერჯერობით, მაგრამ არა უშ, მაგრამ ვით შინაგანად ვიცი ვინც არის რა. კაი ქართველი ბიჭია. მინდა მივესალმო მის ინიციატივას, რომ გამოეხმაურა და თქვა თუ მე ჩემი პარლამენტის მანდატი რამე დღისო ფასი აქო, მე თავდებში უდგები მაგ ბიჭს რომ გარეთ გამოუშვამო. კაცური ხოდი იყო, მაგრამ დიტო გეუნდები. არაფრით არ აღის შენი მანდატი. მაგ ბიჭს არ გამოუშვებენ. ეხლა გადავიდი შენ კითხვაზე. მაგ ბიჭს, მაგ ახალგაზრდას ვინმე ასწავლა ვინ არის ნოდარ დუმბაძე? რომ მიადეკი და რო სცემთ, კაცი გაგიჟდა, კაცო რატომ ცემენო? გაგებული მაქვს წერალიაო, მაგრამ ვინ არის, რა ვიცი, 1000 მწერლებია, კაცო რო ვაგინებო. ვინმე საქართველოში მაგ ბავშვს ასწავლა ვინ არის დუმბაძე, ვეფხისტყაოსანი და ნაყიდ პორნოგრაფია, კაცო. რა სერჩით, რაც გაზარდეთ ის არის. ესე იგი, რაც დათესეთ, ის ამოვიდეთ, ახლა გინდათ იმისგან რაღაცა რატო დათესე ეს, კაცო? ვინმე მასწავლა მეთქი როგორ კითხო როდის ნახე კახა ტელემედიაში ნოდარ დუმბაძის იმით აი სპექტაკლი კინოფილმი ბოლოს რომელ საუკუნეში ნახე რა შეჭით მაგ ბაჭო ით შემეხო უფრო გამოვიდეთ ახლა უფრო აგინებს ტიპმა არიცის არ გაგიზდიათ ბიჭო ეგრე თქვენ არ გაგიზდიათ ისე რომ მას ნოდარ დუმბაძე უყვარდეს ეამაყებოდეს. ესე შენ არ გაგიზრია, კაცო. რატო სენ? შენ არც ისე გაგიზრია, რომ პატრიარქი უყვარდეს. ეკლესია უყვარდეს. რა მაგაზე ხუმრობს, კაცო, ეგ ბავში. და თქვენ იცინოდით და კაშიკოში კონდათ, კაცო. და ტიპს ეგონდა კაის ვაკეთებდიო, კაცო. მაგ ბიჭთან რა პრეტენზია გაქვს საერთოდ, კაცო? განახოთ ვიდეოები ხალხი ტაში როგორ უკრავდა, როგორ არ იცოდა ხელისუფლება ესეთი რაღაცები რომ მიმდინარეობდა საქართველოში და ეს რო აქამდე მივა არ იცოდა? ეგზინათ? მე ხო ის კაცი არა ვარ, მე ცაკობი და ვიტყვით რომ ეს გარეწარე ბიჭო, ჩვენ ნოდარ დუმბაძეს აგებ. ბიჭო, ნოდარ დუმბაძეს კი პატრიარქს აგინებენ, კაცო და ის რა ქვია, თამარ მეფე პრეზერვატივები წამოიცოდა მე შეყვეს, კაცო. რა ის ნოდარ დუმბაძეზე მელაპარაკებით საერთოდ, კაცო. წმინდანის პრეზერვატივი წამოიცვეს და ისე ხმალობდნენ ქალებს, კაცო. მე ვაფშე მაღლა ვიწევთ პლანკას. მაგრამ ის ასწავლეთ იმ ბავშვს, რომ ეს არ შეიძლება, კაცო. შობელმა ასწავლა ის შობელი ხო, იმ შობელმა ხო კემბრიჯში, იმაში რა ქვია, ამერიკის სასწავლებლებში ამით ხო ამაყობდით, კაცო.
თქვენ ხო ის ქართველები ხართ ყოფილი რომელიც დავუთ რომ ჩემმა შვილმა კემბრიჯში დაამთავრა მე რო დაამთავრა აგერალი მე გინება ნოდარ დობადეს და გათხოვილი კაცის ტაშის ყრა კაცო თქვენ დათესეთ კაცო რატო ჩემი პაკალენი არ გგინებდა დონბაძეზე გავიზარდეთ ვეფხისტყაოსაზე გრიზდებოდით სესილია თაყაიშვილზე ვერიკო ანჯაფარიძეზე დათო ყიფიანზე ვიტალი დარასელიაძე კაცო მუსხელიშვილზე ნიკოლაშვილზე რა ჯავახიშვილზე კაცო დღეს რაზესდით ბავშვებს კაცო და მე შეერთ კაცო რა ის კაცი გაგიჟდა რატომ წებენო კაცო წაკითხული ხელისუფლებაში რამდენსაა ნოდარ დონბაძე არა მგონია რომ ქონდა პარლამენტერებს რამდენსაა წაკითხული ნოდარ დონბაძე კაცო იმას რომ მიადექით იქით კი არ ვიცი ჩვეულებრივ რაც სოდომიტი გაზადეთ ის სოდომიტი გახდა ის ბავშვი კაცო ხომ არა ახლა შემით გინდა დასწავლო არა შემით არა მაგრამ რატო ამოარჩია მანდა მაინც ნოდარ დუმბაძე ბიჭო რატო ამდგა იმაზე ის თქვა არა გუშინ ხუჩია კაცო ბიჭო რატო ამოირჩია თამარ მეფე პრეზერვატივზე კაცო ეს ამოირჩია თავისი სიჟეები და რა ვიცი ამბიცი ამა თავისი გიჟე იმან რომ თქვენ არ გიგებთ ეს რა გინდა რას გეუბნებით თქვენ რა გინდათ ეხა ცემა წებით და ძალადობით შეაყვაროთ? არა, მე მაგას არ გულისხმობ და არა ასოციალური ძალადობა იხმარო ადამიანზე, მაგრამ ნუ ეგ ჩვენი ქვეყნის რაღაც დანაშაულიც არის. კი, რაღაც დანაშაული კი დაღუპვაა, კაცო. ბავში გავზარდეთ ისე რომ ნოდარ დუმბაძის გინებით ხალხი ტაშუკრავდა და იცინეს, კაცო. და მე ამბავს ცემენ. გაგიჟდა ეს კაცი რა ზეცემენო? რა ამაზე ხო ვიხუმრეოდა? ხო ყველა იცნობდითო, კაცო. მის წარმოსახვეში ეს კაცო ეს საქართველოს დავახვედრეთ. დიდი შემოწმება კი არ აგინებს კაცო ისა. იქ უთხრეს მასწავლებელმა უთხრა, აგინე მისი დედავატირი კაცო. კი, დღევანდელი მასში ეს. ახლა კიდევ ერთხელ გეუნებით კაცო, ბიჭო, ან არ გინდა ესე დაიხლებით ყველა იმაზე, ბიჭო, გაგიჟდა ეს ბავშვებით კაცო. რამე ის შეცვალეთ იმის მერე? რამე შეიცვალა სკოლაში? თქვენ დაგულეთ ეს თაობა რო წამოვა არ შეაგინებს? წიგნი მომიტანე რა, ერთი ბავშვის წიგნი მომიტანე, გადაშალე და მიპოვეთ ნოდარ დუმბაძე კაცო. ან ნებისმიერი მაშინდელი კარგად მოღვაწეა. არა, მე ხო უნდა მიყვარ, მე ხო უნდა გავიწოდო მე ამაკებოდის ნოდარ დუმბაძის. ხო უნდა ელემენტარულად ხო უნდა ვიცოდე რა დაწერა იმ კაცმა კაცო. ჯვართან არ უსწავლებიათ ჩემს. მე მასწავლე ჟენევის კონვენციები. მე მასწავლე ბავშვი რომის სტატუები. ჰააგის რაღაცა სიგიჟეები და ეს არ უსწავლებია და მე მგონი ამაზე ხუმრობა შეიძლებოდა. ბავშვია დამნაშავე. ბავშვი არ დანაშაულებთ? რატო არ დამნაშავე? ნუ რაც ვასწავლეთ. ეხლა რამე, კაი, ეხლა შეცვალეთ რამე. წიგნი მომიტანეთ მეთქი და მანახეთ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები იქა შეგნით. მე ხო ამ ქვეყანაში ვარ ერთადერთი თეთრი ყვავი ვარ და ყველა მე შემიძლია თქვა შეგონია რომ ეს ბიჭო ეს გაუზრდელი ბიჭო არც ნოდარ დუმბაძე იცის არც ქვეყანა იცის არც პატრიარქი და ბლა და გავატარებ ეს ვიღაცა დგას ტელევიზორში და ასე რა იქ ეს პოლიტიკად შენდედაც მოთქვა და გადაატრიალებს იმაზე გადართავს იმიტომ რომ იგივე ვიტყვი და თელი საქართველოს ყვირის ამას არ ვამბობ მე ხელისუფლებაში რამდენსაა წაკითხული დუმბაძე ეს მეკითხარი ჯერ იმ ბავშვს უთხოვს წაკითხვას მასწავლებლები რომლებიც არიან რომელმაც დუმბაძე უნდა ასწავლოს იმათ თუ აქვს წაკითხული თვითონ დუმბაძე კაცო მე რო ვთქვი კაცო რომ განათლების რეფორმაო ბიჭო საერთოდ გარწყმაში არ ვარ განათლების რაღაცა სიგიჟა ეს რეფორმები რაღაცები ხო არ ვიცი მე ვიცი ერთი რამე კაცო მე მაგ პლასტილინი აი მეტი გასაგებია მაგ პლასტილინი მე უნდა გამოვძიე წვამისგან რა სამხედრო მინდა მანქანა ხო შენ ყავს ბავშვი რომელიც ტვინი არის აი იწოვს ინფორმაციებს ის ჩანო ყალიბდება ის ჯერ ინფორმაციები და მე ამ შეწოვილი ინფორმაციებით ყალიბდება ტიპი შიგადანი კონსტიტუციით და ყველაფრით შენ როგორი გინდა ის გაიზარდოს ისეთი განათლებული გაიზარდოს რომელიც ისეთი განათლების ბაზამისე რომელიც მე უკვე თავისუფლად მოეწყობა სოდომიტურ სამყაროში ეფშტეინურ სამყაროში თუ ქართულად გინდა გადადრო დუმბაძე უყვარდეს ვეფხისტყაოსანი უყვარდეს ილია უყვარდეს აკაკი უყვარდეს რა ვიცი მეცნიერები უყვარდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია უყვარდეს დავითი და
თამარ მეფეს კაცო პრეზერვატივებზე კი არ ახატებდნენ საფიცრად გქონდეთ. თუ ესეთი გინდათ გაზარდოთ, როგორც ეხა ბოლოში თქვი. ეს გზა დასავლეთში არ მიდის. იმიტომ რომ დასავლეთს ეგ შენი რაღაცები საერთოდ არ აინტერესებთ. იქ რომ მიდის აქედან მიცემული ბაზა რაც აქვს მიცემული განათლების, იქ რომ იქ მიდის, მე იქიდან რო ჩამოდის, რატომღაც დგას და მელაპარაკება, იცით რა, ტოლერანტი უნდა ვიყოთ, გენაცვალე. ძალადობას მე ვგმობ. ჩვენ დაგვჭა 2 წუთი გადაცემის დასრულება. ამიტომ თუნდაც 1 წუთიანი ის მინდა გავაკეთო რა, ერთი კითხვა მინდა დაგისვა, აი გუშინ წინდელ მკვლელობასთან დაკავშირებით შეიარაღებულმა ბიჭმა რო ბავშვი მოკლა და დაცხრილა რა თქმა უნდა იქაურობა და გადარჩა კიდევ ბევრი ღმერთის წყალობით. არა, გარდაიცვალაო. 17 ბავშვი. ერთი გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი ადამიანი დადიოდა. რა ვიცი, კახა, ჩვენი ანუ შეხედე რა ხდება. ავადმყოფს, სულიერად ავადმყოფ ადამიანს ქონდა გაფორმებული იარაღების სახლში. კახა, უყურებ მე მაგასაც უყურებ, უყურებ. ჩემი აი ფსიქოლოგიურად მოდი ესე ვილაპარაკო. ეს კახა როგორ არის, ცი? უყურებ სახელმწიფოა. ბევრი, იმიტომაც არის პროკურატურა, ციხე, პოლიცია, რა ვიცი, ხო? აი ამათ რაღაცებს უნდა ებრძოლოს. ყველგან ხდება ეგეთი რაღაცები, სიგიჟეები რა. რატო რა ძირ ვინ გაუფორმა, რატო გაუფორმა, იქნებ ყალბი ხო. მან პრობლემა მაგაში ვერ ხედავ. მე ვხედავ ერთ რამეს პრობლემას. რუბიოს შეხვედრის მერე ამ ქვეყანაში ცოტა რაღაცა შეიცვალა, ცოტა კრიმინალმა წამოიწია. მე არ გეუბნები იქიდან დაავალეს რუბიო. რაღაცა შეიცვალა სისტემურად. უკვე ყველაფერი ერთად მოიყარა თავი და ყველა ერთად მიეყარა ამ ხელისუფლებას. ხო აი თითქოს და ძალიან ბევრი პრობლემები წავიდა ამ ხელისუფლებისკენ. კი ბატონო, ჯარიმები გინდა ჯერ ბიჭო ეს რა ვნახე მე ჯონდი ბაგათურა მეთქო. მე ხო არა ვარ მე როგორი კაცი ვარ იცი ხა აი პირდაპირ გეტყვი. კანონი მიიღო ხელისუფლებამ დაუშვათ რომ ყველა უნდა ვიაროთ შიშვლები. რავი არ შევეკამათებ, გავიხდი და მეცვილი შიშვლებს კაცო. არ მაინტერესებს, არ არის ეგ ჩემი სფერო. კრიმინალი მოხდება, პოლიციამ უნდა დააკავოს, გასამართლომ მე ასე უყურებ. ყველგან ხდება კახა ეგა. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ეხლა ის დასავლური ესეთი ერთ-ერთი განხრა იმ დაზვერვის რომ ქვეყანაში შემოიტანოს ეს რომ აი უსუსური ხელისუფლება კრიმინალს ვერ უკლავდება. აგერ ბიძია ტურისტებს ცემენ. აგერ ბიძია ამ დროს ვიღაცამ პაპუაშვილზე რაღაცა სიტყვა თქვა, იმას იჭერს. ანუ სულ ნეგატივი ადამიანის გონება გიყურებს და გეუნება. შენ ბიჭო, შენ უნიათო ხარ. და შენ ვერ პასუხობ. რატო იცი? შენი საყრდენი არის. შენი სიმეძე ხარ, იცი? რომ შენი სიტუაცია გააბრალოს. აი იმედზე რო იკრიბებით. დებატებში რო ჩდებით. ანუ ქართველებთან უკვე ვეღარ მიდიხარ. შენი სამყაროსთან არ შემოიფარგლე, შეწყვიტე ქართველ ხალხთან ურთიერთობა და გინდა, როგორ იცი, თან ეკონომიკურად ნუ ვიტყუებთ თავს კახა. არ არის ეკონომიკურად ეს ქვეყანა კარგად. წამოგეწია ეხლა შენის არაბიზაციის პრობლემა კიდე. თელი ქართველი ხალხი იცი რომ ამ საქმეს ქართველი ხალხი ესე არ გაატარებს. მე გეუბნები ქართველ ხალხს რომელიც ყოფილ ქართველებზე არ ვობ. ყველა ვინც ამართლებს არაბიზაციას, ხო, ისინი არიან ყველა ყოფილი ქართველები. ფულისტები რა, მაყუთი ბუჩენის, ხო იცი აჭარაში ტელევიზიაში რო გამოვიდა ერთი ქალბატონი. ხო და გვაცალეთო ტკბობაო. სიმშვიდის ტკბობა გვაცალეთო ტიპი 400 მილიონი ფულს არ ეძახის ტიპი. ხო, გვაცალეთ ბატონო, ის იმ თვალით გიყურებს კაცო. ის ვერაზოს ვერ გახდება ერთ-ერთი შენიანი უბრალო მორწმუნე ქართველი კაცო. ის გიყურებს იმას, სანამ ამ ქვეყანაში ეს სიტუაცია არის, მას უნდა ამით დატკბეს. როგორც კი აირევა სიტუაცია, თქვენ მაგელი აქ აღარ ნახოთ? არ გეტკინოთ არაფერი. მე წავა სხვაგან დატკბება კაცო. კი, ყველგან მოძებნის დასატკბებად. ამიტომ ვეუბნები ამ ხალხსაც, იქ რუსთაველზეც დარბიან ბიჭო.
იმ რაღაცა რუსოფობიულ რაღაცებსაც რო აკეთებთ ხალხო. ბიჭო, ისე არ მოხდეს ხალხო. ისე არ მოხდეს, რომ ერთმანეთს ვასწრებდეთ ამ ქვეყნიდან, ვინ სწრაფად გაასწრებს კაცო. ლიბერალისტი, პიდარასტი, არაპიდარასტი, კონსერვატორი, არაკონსერვატორი, ქოცი, ქართული ოცნება, არ მეშლება, ქოცი და ქართული ოცნება. ხო, ერთმანეთს ვასწრებდეთ კაცო ამ ქვეყნიდან. არავინ არ ვიცით ხვალ რა მოხდება, გადახედეთ ჩვენს რეგიონში რა ჯარების გადასხმა, სირიაში ვინ ვის ეომება, რა ბაზები იბომბება ხალხო, ბიჭო. რა ვიცი კახა, რა გითხრათ მეტი. ის რა დაგვრჩენია დავასრულოთ ბატონო პაატა ჩვენი გადაცემა. კლიპი არ გაგვარგავში წინა იმაზე. იმიტომ არ გავუშვით, რომ ნუ გაბრაზებულები ვიყავით. სერიოზული გაბრაზება. აბა ეხლა არ გავუშვით. დღეს უნდა გავუშვათ აუცილებლად. გავა ეხლა როგორც დავთავრდება ჩვენი გადაცემა. აი ესე ძალიან კარგი ხალხობა მინდა მოუხადოთ ჩვენ შეგულებაში არ გავიდეთ. მაყურებელს სავარაუდოდ უნდა გავიდეთ შეგულებაში და სექტემბრიდან მე დავიწყებთ უფრო აქტიურ რა კახა მინდო ჩვენ გავდივართ შეგულებაში დაანონსება მე მაგის მინდოდა და სექტემბრიდან დავიწყებთ აქტიურ მუშაობას თუ გვარ დაგვიჭირეს თუ არ დაგვიჭირეს თუ არ დაგვიჭირეს კაცო რავი ეკიდა მილეკა ხო რუსეთიდან რომ მილეკა ვიყოლმე და ჩემი ძმა ძვიშვილი тебе еще не убили там я не дождётесь დავემშვიდობებით ტელემაყურებლებს 15 სექტემბრამდე და 15 სექტემბრის მერე განახდება რა თქმა უნდა ჩვენი თუ რაღაც არ მოხდა კიდე უბედურება თუ ის რაღაცა სასწაული მოხდა და ჩვენი ამ ეთერში საჭიროებას წარმოადგენს რომ მოვიდეთ და ისევ ჩავწეროთ არა მაგაზე გართულება გავაკეთებთ განცხადებებს მაშინ მე გამოვეშტობები ხო რა თქმა უნდა 15 სექტემბრამდე ჩვენ ვემშვიდობებით პატრიცია მე მინდა ერთი რამე უთხრა ქართულ ყველაფერი კარგად იქნება ხალხო დამიჯერეთ მე მინდა ერთ ქართულ საზოგადოებას ერთი რამე უთხრა ზოგს არ ეწამოვნება შეიძლება უმეტესობას მაგრამ მაინც ვიტყვი არის რუსეთში ბელარუსიაში ყაზახისტანში პოსტსაბჭოურ ქვეყნებში დიდი ხალხი დიდი ქართველები მამული შვილები კაი მეცნიერები, კაი სპორტსმენები, კაი სპეცსამსახურების ისინი, ზოგი მინისტრების მოადგილეა, ზოგი ელჩებია, ზოგი კონსულებია, მოსკოვშიც არიან და იქნება ძალიან დიდი მაგათი უკვე გააქტიურება, ერთად შეკრა და შემოგვიერთდებიან აქ ნამდვილ ქართველებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. თუ რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ იქამდე ამ ქვეყანას ზედა არ ვუტირეთ. მუშაობენ ეს ხალხი, მინდა კიდე არის იქ ლეო ბოკერია, უდიდესი ადამიანი, უდიდესი ქართველი რა, მთელი რუსეთი რო არ ვიცი რა, მაკაცი რო ყო. მეგონი ეგეთი ტიპის ქართველები იყრიბებიან, მოხდება კონტაქტები სათვისტომოებში, იქა, ბევრი სათვისტომოები მირეკავენ. ამ პიპიასთან ერთად განებე კატპატაგე ჩვეთელმოდი. ხო, და ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება იმ კუთხიდან. თუ ჩვენ თვითონ ამ ქვეყანას რაღაცა არ ვუტირეთ რა. დავამშვიდობოთ პატრიცია თუ არ დამიჭირეს შევხვდებით სექტემბერში. აუცილებლად შევხვდებით ჩვენ არავინ არ დაგვიჭერს, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს. მაგას თუ იჭერენ. ზუსტად მაგიტომ, აგ წილადე, სხვა რამეს კი არ აკეთებდა. აკეთებდა და იჭირეთ. ზუსტად მაგიტომ. ზუსტად მაგიტომ რომ იმ დონე, აი მაგი უთხარი რუსებს. კაკრას ახლა გამახსენდა რა. რეტივის ჟურნალისტია ტანია რა. არ და პიპიას გავაცანი. სასტუმროში. მაგი უთხარი, ეხლა ხვდებით მე უთხარი რა ამ ანტი რუსოფობიული საბჭოს აუცილებლობა რატო დადგა საქართველოში მეთქი? ეხლა მაინც ხვდებით მეთქი ბიჭი რატო ზის ციხეში მეთქი კაცო იქა? თუ გონიათ მარტო ერთი სახაროვას განცხადება უშველის მაგ საქმეს მეთქი. ოტაკ კარგად ბრძანდებოდეთ პატრიციო ტელემაყურებლებო, დავემშვიდობოთ ჩვენს სმენელს და მაყურებლებს. დილით გიხვარს დოროლოს თვენა, ვისეგებები ნეტავი. მასწავლე შენი ლამაზი ენა, რა დახარ გაუბედავი.
ხვება მაშინ ფრთამალი ქარის ქროლასა მზეო ამოდი მზეო ნუ ეფხარები გორასა მე ყველაფერი გავაკეთე სამშობლოსთვის. ახლა თქვენი ჯერია ჩემო ქართველებო. ეჰეი მამულიშვილო